საკალათბურთო ევროლიგის შეხვედრები გაიმართა გუშინ, თუმცა საქართველოში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი და ქუთაისი 2010 დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა საბოლოოდ დასრულდა VCA-ის გამარჯვებით 77-73 მოიგო ეს მატჩი დავით ნოზაძის გუნდმა. ძალიან დაძაბული გამოვიდა შეხვედრა, ქუთაისი ფლობდა უპირატესობას მატჩის დასაწყისში, თუმცა საბოლოოდ შემდეგ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. ლუკა კალატოზიშვილი გახდა ტურნირის MVP. ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო 19 ქულით და 8 მოხსნით. ლევან გოგიჩაიშვილმა ჩააგდო 12 ქულა და 6 მოხსნა და მატჩის შემდეგ უკვე ჩაიბარა თასი VCA-მ. ნახევარფინალში ბათუმი დაამარცხა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში VCA-მ. ქუთაისმა თავის მხრივ კიდევ უფრო დაძაბულ შეხვედრაში ოვერტაიმში მოახერხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის დამარცხება, თუმცა ფინალში კოდე ტულუზის გუნდი დამარცხდა და გამარჯვებაც დარჩა VCA-ს, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი, ისტორიაში მეორედ და ზედიზედ მეორედაც გახდა დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული. ეს ტურნირი მოსამზადებელი პერიოდია გუნდებისთვის, სუპერლიგის შესამზადებელი პერიოდია, თუმცა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული თასის მოპოვება და ამის გაკეთება შეძლეს VCA-ის კალათბურთელებმა და დამარცხეს დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისი 2010, რომელიც ევროტურნირზე ასპარეზობს და 7 სექტემბერს ითამაშებს სუპერ თასზე და უპირისპირდება თესეუს. VCA კი მოემზადება უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის, სუპერლიგისთვის, რომელსაც დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულის რანგში კიდევ ერთხელ შეხვდება მატჩის შემდეგ. დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზებით მოთამაშეები და კაპიტანს ანზორ ნადირაძეს გადასცეს თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა სანდრომ და ნიტამ და შემდეგ აღნიშნა ეს ჩემპიონობა VCA. არ მინდა ბევრი საუბარი, გუნდმა გუნდურად ითამაშა და გუნდურად მოვიგეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის გუნდს ასეთი ბრძოლისთვის. ფაქტურად ქულა-ქულაში იყო თამაში და ბოლო წამს გადაწყვეტა მატჩის ბედი რა. მადლობა კიდევ ერთხელ ქუთაისის გუნდს. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი დუდუ დადიანი. ეხლა მალე დაიწყება სუპერლიგა და რა ვიცი, ვფიქრობ რომ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ რა. მართლა ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, ძალიან კარგი მეტოქე ყავდა, კარგად მომზადებული გუნდია ქუთაისი, შეკრებაც გავლილი ჰქონდა და ბევრი ავხანაგური თამაშს ჰქონდა თამაშები. პირველი ტაიმი ჩაგვივარდა, ისეთი არ გამოვიდა როგორიც გვინდოდა, მაგრამ ბიჭებმა მობილიზება მოახერხეს, რაც მიზანი ჰქონდა, რაც გეგმა ჰქონდა დასახული, შევასრულეთ მეორე ტაიმში პირველ რიგში. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ ქულა-ქულაში თამაშში, ბოლომდე არ დავკარგეთ ჩვენი ძალები და მოვიფრთხილეთ და ბოლომდე მივიყვანეთ დაწყებული საქმე.